ფურჯაანში სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ხარვეზებია. 15 იანვრიდან მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წყალი არ მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სისტემაში მიმდინარე ტექნიკური მონიტორინგის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა გამოიკვეთა. უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების გეგმიური რეცხვა დეზინფექცია. ფურჯაანში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მონიტორინგი და პრევენციული ტექნიკური ღონისძიებები. ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია ლაბორატორია და ტარდება შესაბამისი კვლევები, რაც დღეს შეგვიძლია მკაფიოდ თქვათ არის ის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. რაც შეეხება დაფიქსირებულ ცვლილებებს, ერთ-ერთი შესაძლო ტექნიკურ ფაქტორად განიხილება ის, რომ ქალაქის ნაწილში მომხმარებლები ახლად რეაბილიტირებულ ქსელზე გადავიდნენ და შესაძლოა ახალი მილების ექსპლუატაციაში გაშვებისას ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ორგანული ლეპტიკური თვისებები იცვლება, რაც საფრთხეს თავის მხრივ გამორიცხავს, უბრალოდ თვალშისაცემი არის ხოლმე, თქვათ, სუნი და გემო მომხმარებლებისთვის. ნებისმიერი შესაძლო რისკის სრულად გამოსარიცხად მიღებულია პრევენციული გადაწყვეტილება სისტემის რეცხვა დეზინფექციის შესახებ, ხოლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ადგილზე არის მობილიზებული წყალმზიდის საშუალება და ცხელი ხაზის მეშვეობით დაფიქსირებულ ნებისმიერ მისამართზე წყალმზიდის საშუალება მიდის და მოსახლეობა უზრუნველყოფილია წყლით.